ვახტანგ გორგასლის 113 ორთაჭალა საცხობი წყარო. ამ ობიექტზე მოვდივართ მეორედ. პირველად როდესაც ვიყავით, საკმაოდ ბევრი დარღვევები აღმოვაჩინეთ და დრო მივეცით გამოსასწორებლად. მერე უკვე რამდენიმე თვის და 1 წლის შემდეგ შეხვდნენ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ აქვე, არ დავასახელებ სად და გვითხრეს, რომ აი მე კუჭები გვტკივაო, აღარა გვაქვსო ამ პროდუქციისგანო. ვიფიქრეთ, დროა, რომ გადავამოწმოთ წყარო. აი რაც ძალიან ცუდია და რასაც აბერანაირად ვერ მივესალმები, ეს არის აი აქ ჭურჭლის რეცხვა და არა გასაგებია, მაგრამ აქ ჭურჭელი ირეცხება. მეტი კი ბატონო, მაგრამ აი ნახეთ, აქედან წყალი, აქეთ წვეთავს და შემდეგ ეს წვეთები უკვე შეიძლება შეერიოს მასში გამოსაცხო პროდუქციაში, რაც არასწორია. კილერი ეკიდოს აი აქ ეს არასწორია. მე მეჩვენება თუ ეს ზევით მართლა კონდენსატია. ჭერი არის ესეთი რელიეფური, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კონდენსატი არის. ეს ჯაჭვზეც ეტყობა, აი ჯაჭვი ნახეთ, როგორია და აი ეგერ შეხედეთ კუთხეებში, აი კაფელის კუთხეებში როგორ არის ნახეთ. სამწუხაროდ აი ესეთი პრობლემაც ობიექტზე დღესაც გვაქვს. სულიად გაბედნულია გამწოვი. აი ეს გამწოვი ფაქტიურად არ მუშაობს. აი აქაც ნახეთ როგორი აი კონდენსატი არის ნახეთ. ზეთი გამოცვლილი და ახალია. ზეც სუფთა არის ყოველ შემთხვევაში აი ეს რაც ქვევით ყრია ეს არის ყველაფერი ფქვილი. გასქურა სუფთაა და სოდით არის დამუშავებული და ესე ძალიან კარგია, იმიტომ რომ გასქურა მოვლილია. მაგრამ აი რა გითხრათ, თვალები მეწვის, გამწოვები არც ერთი აბსოლუტურად არ არის ჩართული და კედლებიც დასასუფთავებელია. აი ზევით რაც რთული არის, არა აქვს მნიშვნელობა ქვევით თუ ზევით, კედელი ყველგან სუფთა უნდა იყოს. აქ როგორ მუშაობთ? თვალები არ გეწვით? ვრთავთ ხოლმე მას, გამწოვს ვრთავთ ხოლმე. ახალი გამორთული გვაქვს, რომ ხმაურია ცოტა და გვაწუხებთ თუ არა. ისე ყოველ 10 წუთში 15 წუთში. ეხლა რომელი უფრო გაწუხებთ? მაგის ხმაური თუ თვალების წვა? ვიცი აბა. ორივე ერთად. საცერი ესა გაქვთ მარტო? ეს გვაქვს ფქვილის საცერა და აი ფქვილი თქვენ ამ რაოდენობის ფქვილს ამით ცრით? არა. ის ფქვილის საცერი, აი ეს ფქვილის საცერი იქ გვაქვს საძელზე. საზელზე. მოსაზელზე. კი ბატონო. ამის მოქმედების შესახებ ძალიან დიდი კითხვის ნიშანი მაქვს. მოქმედობის ყოველ შემთხვევაში საცერი არის. აი თუ გახსოვთ ერთხელ იყო გადაცემაში, როდესაც სკოლაში შევედით და იყო ნიჟარები და არ იყო ონკანები და მიმტკიცებდნენ რომ წყალი მოდის ონკანების გარეშე მოდიოდა წყალი. აი ეს შემთხვევა საცერი არის, მაგრამ რამდენად იცრება? აი ეს არის დახლი, გასაყიდი ჯიხური, სადაც დევს პროდუქცია, ღვეზელი, ჰოდოგები, ქადა, ქაბაბი და ასე შემდეგ. რას ვუყურებთ? ქალბატონი ხელთათმანშია, მაგრამ ფულსაც იმ ხელთათმანით აწუდის და პროდუქციასაც. ქალბატონო, ხელთათმანი კი გიკეთიათ, მაგრამ ფულიც მიაწოდეთ და პროდუქციაც. ხო, მაგრამ აი ფუნთუშა? ფუნთუშებსაც ისე ვიღებთ. ანუ ხელით არ ეხებით არასოდეს, ეს მაშინ აზრი ამ ხელთათმანის. აი ნახეთ რა ხდება. გვეუბნება ქალბატონი, რომ არ ეხება ხელით საცხობის პროდუქციას. შეიძლება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ხელთათმანი გიკეთია და იგივე ხელთათმანით ფულსაც აწვდი, ხურდას უბრუნებ და იგივე საცხობის პროდუქციასთან მუშაობ, ეს რა თქმა უნდა არასწორია. რა მნიშვნელობა აქვს მაშინ ხელთათმანით ხარ თუ უბრალოდ შიშველი ხელით, ხო? თუმცა ძალიან ბევრ ადამიანს ვხედავთ, რომელიც მოდის, აი რიგები იდგა, რომლებიც სულ ყიდულობენ ამ პროდუქციას. ეს არის თბილისიდან გასასვლელი, უკვე გორგასლის ქუჩის ბოლოა და ალბათ გზას რო ადგხარ, ნუ რაღაცა უნდა იყიდო გზაში რო წაიხემსო. ფაქტია, რომ ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავთ. ეს კარგია, ალბათ პროდუქცია გემრიელია. გაწმენდილია კულერი, მაცივრებით სუფთა არის. კონტეინერებშია ყველაფერი აბსოლუტურად განლაგებული. რაღაცეებზე არის სტიკერი და ეხა არ გამოვყრი, რაღაცეებზე არ არის. აი მაიონეზე, რომელზეც უნდა იყოს და კეჩუპზე სტიკერი ამაზე არ არის. ერთი მაცივარი დავკეტეთ, გადავედით მეორე მაცივარში.
მაგრამ აი ესეთი შთაბეჭდილება მაქვს, ყველაფერს აბსოლუტურად 13 აწერია და როდესაც ერთი და იგივე ციფრი აწერია სურსაც, აი ჩემში პირადად იწვევს ეჭვს. აი ეს არ მითხრათ, ეხლა დღეს გაკეთებულია. ზედა მხარე არის ფერნაცვლელი და ქვევით არის, ანუ პროდუქტი არის კარგი. ცუდია თქვა არ ვამბობ, მაგრამ დღევანდელი ეს რო არ არის. ამას აი შევეწირებ ნებისმიერ. საღამოობით ამას ვუშავთ, იმიტომ რომ ცხელი რიცხვი, ჩემო ძვირფასო, რა აწერია? 13 აწერია. და აი ამიტომ შემეპარა ეჭვი. მე ვიცოდი რომ მე ვიპოვიდი ისეთ რიცხვს, ანუ 13 ეს არ უნდა იყოს ჩემთვის გაკეთებული. ეს უნდა იყოს და სურსაც ეროვნულ სააგენტოსთვის. ეს უნდა იყოს გაკეთებული სწორად. 13-ია თუ 14 თუ 15 თუ 11 ის რიცხვი უნდა ეწეროს, რომელიც არის შესაბამისობაში. ეს არის კრემი, როდინდელი მოდუღებული ახლა, გუწფელად მითხარით. როდის მოადუღეთ? საღამოთი ვადუღებთ, რომ დილით მერე ყოლეთო, ბევრი ხალხი რომ აი, ვისაა კონტაქტი მასთან, კრემთან? თქვენ ხელით რატო იღებთ? არა, ხელით არა მომიგია. თითები ნახეთ? არა, თითები, აი, თითები. არა, მართლა ვერ მოგატყუა. არა, ხელით არის ამოღებული, ხა ხელთათმანით შეიძლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხელით აი არის. ასე რომ უცებ რაღაცა გავა. მე ეგ ხელი აქვს ალბატონო და არ არის კოვზი. და რიცხვი აწერია 13. გუშინდა 13 რატო აწერია? დააწერეთ ის რიცხვი, რომელიც შესაბამისობაშია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეს სტიკერები არ არის სურსათის ეროვნულ სააგენტოსთვის და არ არის ჩემთვის. ეს არის თქვენთვის. ეს რა კატასტროფაა. ეს რა არის? ეს რა არის? აი ზევითაც ნახე. აი ეს რა არის? აი ეს რა არის? ეს რა არის? ეს რა არის? ეს რა საშინელებაა. აი ხა მეშინია ხელი არ მინდა გადაუსვა რომ ამაზე არ დაიყაროს. შეხედეთ რა ზელილია ყველაფერი, შეხედეთ. ამას შეხედეთ. ამას შეხედეთ. ეს რა არის? ამას სტილო რომ გამოუსვათ ხო შეიძლება? ეს რა საშინელებაა? სინებიც რას გავს? სინებიც ძალიან ბინძურია. აქაურობა კატასტროფაა. აი ამას შეხედეთ. მე რატო ვარსებობ ისე? გარე ტერიტორია არის საკმაოდ დანაგვიანებული, აი ნახეთ, იყრება ეს ხელსახოცები, აქ ბევრი ნაგავი ყრია. რა თქმა უნდა, აქ დამლაგებელს ბევრი საქმეა, თუდაც აი ეს ნახეთ როგორი დამტვერილი ბადეა, მტვერია იმიტომ რომ ჯერ იქითა მხრიდან ფქვილით მუშაობა და აქეთა მხრიდან აი ეს არის ტრასა, გზა და ნახეთ რამხელა მტვერი შემოდის გზიდან, ხო? შესაბამისად ამ მხრიდან მტვერი ედება, იმ მხრიდან ფქვილი და ეს თუ არ გაიწმინდა, რა თქმა უნდა, აი ესეთ მდგომარეობაში იქნება. ჩვენი მოთხოვნა არ არის, კანონის მოთხოვნაა, რომ იქ სადაც ამზადებენ საჭმელს, აუცილებლად უნდა იყოს სისუფთავე. და ობიექტზე ბევრი რამე გაკეთებულიც არის. ეხა არ ვიქნები ობიექტური თუ შესრულებულ სამუშაოს ამ ადამიანებს დაუკარგავ, ვერ დაუკარგავ. მაგრამ გასაკეთებელი კიდე ძალიან ბევრია და ძალიან მწუხვარ, რომ აი ამდენი რამეა კიდე საკეთებელი და ზუსტად ალბათ ამას ემსახურებოდა ის შემოსული წერილი. აი ეს არის ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი. აი შეხედეთ აი აქ რა ხდება. აი ეს არის სასწრაფო დასაშლელი და გასაწმენდი. ყველაფერი დაიკარგა, აბსოლუტურად ყველა შრომა დაიკარგა, როდესაც აი ესეთი კუთხეები არსებობს.